მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გამოვედით ახალი ვლოგის გადასაღებად. ეს მანქანა კომენტარებში იწერებოდა რამოდენიმეჯერ. ეს მანქანა არის ჩემი ფავორიტიც. და დღეს გამოვედით ახალი ვლოგის გადასაღებად. თან თუ შეამჩნევთ ხამე არის. როგორც Camry-ზე ეს ვლოგიც ხამე უნდა გადამეღო. დღეს ჩვენ გადაცემაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ერთ-ერთი ყველაზე დასტოინი და ერთ-ერთი ყველაზე გრუბი მანქანა, ყველაზე უხეში მანქანა და დღეს ჩვენ გადაცემაში არის 2021 წლის G-Class 603. Honey, I see you looking at me. I'm ready to go where you want me. რაც შემიძლია ამ მანქანაზე თქვა, ეს არის უბრალოდ ძალიან მაგარია. აი, ბევრი საუბრის გარეშე ეს მანქანა ყველა მიწის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის 603. არა რაღაცა ნაფათურები, ხელები და რაღაცეები, ყველამ როგორც ვიცით, ეს არის 603. დაახლოებით 585 ცხენის ძალა აქვს. მინდა ყურადღება მივაქციო ამ ახალი G-Class-ის ფარებზე. რაღაცნაირი ძალიან ლამაზი ფორმა აქვს და თვითონ ნათებაც ძალიან კარგია, უნდა როაკარებ მანქანას, ნათებს ძალიან კარგად ანათებს გზას. ასევე მინდა ვთქვა ის, რომ ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მე მომწონს G-Class 2014 წლიდან ზემოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით 2014 წლიდან ვიზუალით შეიცვალა გარედან. და შიგნიდანაც ინტერიერი უფრო ლამაზი გახდა, იმიტომ რომ მე ვიჯექი 2014 წლიან G-Class-ში და ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა ეს იყო მისი ინტერიერი. მაგრამ ახალი ინტერიერი ძალიან მომწონს და ძალიან ლამაზია. ეხლა მინდა ვისაუბრო ამ მანქანის სალონზე. მანქანის სალონი არის იდეალური. ყველაზე ძალიან რაც მომწონს ეს არის ეს ულამაზესი საჭე და ეს ულამაზესი დიდი პანელი, რომელსაც მთლიანად გაყვება ეს განათებები, აი ძალიან ლამაზად გვერდებთანაც. და ჩემი აზრით მართლაც ძალიან ლამაზი არის, ხოლმე ფერებსაც ისვლის და რავი, მე პირადად ძალიან მომწონს. მინდა ვისაუბრო ამ ულამაზეს სავარძლებზე. ჩემი აზრით ძალიან ლამაზად არის შეკერილი, აი შავი არის და აი აქ რაღაცნაირი წითელი ფერია, თან AMG-ის გამები არის, თქვენც კითხულობთ. და აზრით აი სავარძელი ძალიან კომფორტული არის, აი თვითონ ფორმა აქვს ძალიან ლამაზი და აი რომ ზიხარ, რავი, არც ურავ ამ სკამში და ეგ ჩემთვის ძალიან დიდი პლუსი არის. ასევე მინდა ვთქვა აი ამ ულამაზეს კონტროლერზე, საიდანაც აკონტროლებ მთელ მონიტორს. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება აი ამ გამაგრილებლებზე, რომელიც განთავსებულია ძალიან კარგად და ფორმაც აქვს ისეთი, რომ ამ სალონს უხდება. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება აი ამ საათზე. ეს საათი ამ ინტერიერს ჩემი აზრით ძალიან უხდება, კი შეიძლება ზოგმა თქვას, რომ მოძველდა, მაგრამ ჩემი აზრით მართლა ძალიან უხდება. ასევე მინდა ვთქვა ამ საჭის დიზაინზე, ამ საჭის დიზაინიდან რაც მომეწონა ეს კარბონის დანამატები და თვითონ რულს ისეთი კარგი ფორმა აქვს, რომ ხელში ძალიან კომფორტულად გიკავია. ყველაზე მეტად ვინც ჩემ ბლოგებს უყურებთ, იცით, რომ მე აი აქ განთავსებული კამების დამარეგულირებელი მომწონს ძალიან, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის ძალიან კომფორტული და მგზავრისთვისაც ჩემი აზრით მართლა ძალიან კომფორტულია, ორივე მხრიდან არის განლაგებული. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ შუშის ამწევი და დამწევი აქ განლაგებულია აი აქ და მართლა ძალიან კომფორტულია, თვითონ აი ეს იმდენად ფართო არის, რომ მგზავრობის დროს შეგვიძლია ხელი დადუასე და კომფორტულად იმგზავრებ. როგორც თქვი, მე ამ მანქანაში აი მართლა ყველაფერის მომწონს და მართლაც ძალიან ლამაზია. ასევე მინდა ვთქვა, რომ მე ამ მანქანაში მართლაც ძალიან მაღლავზე ვარ, აი რავი, მართლაც ძალიან მაღლად და კომფორტულად ვარ და მაქვს იმის შეგრძნება, რომ ჯიპში ვზივარ.
წინ რაც შეეხება წინ მართლაც ძალიან დიდი ადგილი არის, ბარიც ძალიან ფართო არის და ორ ადამიანს იდაყვები არ ერქმევა ერთმანეთთან დროზიან. და რა, ჩემი აზრით ეს მანქანა არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე იდეალური მანქანა არის, რაც ოდესმე გამოშვებულა. ეხლა კი გადავინაცვლოთ უკან. რაც მინდა თქვა უკანაც ძალიან კომფორტულად ვიყავ. იმიტომ რომ სკამი არის ჩემს სიმაღლეზე და რეგულირებული და ადგილიც ძალიან დიდი რჩება და ჩემზე მაღალი ადამიანიც ძალიან კომფორტულად დაჯდება, აი ჭერამდეც მართლა ძალიან დიდი ადგილი არის და მინდა თქვა ასევე ის რომ აი ეს განათება, რომელზეც ვისაუბრე წინ, ასევე აი აქ გადმოდის ძალიან ლამაზად და მართლაც ძალიან ლამაზი არის. გასვლით საბარგულთან, მინდა თქვა რომ საბარგული მართლაც ძალიან დიდი არის. ამ საბარგულში რა უნდა ჩანთესეს ჩატევა და მართლაც ყველაფერი კარგად დაენევა და ჩემი აზრით ოჯახისთვის და გინდა რაც უბრალოდ ერთად ადამიანისთვის ძალიან დიდი ადგილი არის და მე მომწონს ამის. მინდა და მესაუბრა იმაზე, ალბათ ყველას გაგიგონიათ და ყველა მიცით. აი ეს ლეგენდარული კარიშხმა, მე ჩემი აზრით მართლა ძალიან მაგარი ხმა არის და არც შევცვლიდი მე ამ ხმას. მე მომწონს. დავილაპარაკო ამ დისკებზე, რომელიც გამოიყურება ძალიან ლამაზად. აქ AMG-ის წარწერა, AMG-ის დისკებია, ასევე AMG-ის წითელი სუპორტები, რომელიც გამოიყურება ძალიან ლამაზად და თვითონ დისკიც არის ძალიან დიდი და ფერიც აქვს ისეთი ძალიან ლამაზი და მთლიანად მანქანასაც ძალიან უხდება და ის წითელი სუპორტებიც მართლაც ალამაზებს მანქანას. Somewhere the sun sets out on my silhouette. Drum sets pound to the sound of my filament. Deep to the ground, every town I be killing it. Pound over ounce, I was built for the real in this. Bring them back to life with a knife, made a healer spit. Slide through my mind, it is time that you feeling this. I ain't gotta lie, this is life on the realest shit. Wake up every day and get blazed to the ceiling list. Now I'm on my grind and the factory is dealing shit. About to stash cash in the bag on some legal shit. But I ain't got a dime, I could hide from the evil. Every rack I stack, take me back to where the demons live. So smoke a sack with the geniuses. Open up and ask where the past be leading us. Try and do the math and you add what the meaning is. All I do is laugh while the past be leaving us. Sharp on my math is an abacus. Try and slide the wrong way, wind up being smashed to dust. We gon' raise like we Lazarus. Blaze through the... ამით ჩვენი vlog-ი მიუახლოვდა დასასრულს. მინდა გითხრათ რომ არ დაგავიწყოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ვიდეოები, ასევე მინდა შეგახსენოთ რომ 1000 გამომწერზე იქნება vlog-ი გამომწერთან ერთად და გათამაშდება რამოდენიმე საჩუქარი. ამ ვიკომენტარეთ რომელ მანქანას ისურვებდით შემდეგ vlog-ში და ჩვენ შეძლებს დაგვარად ამას ვიზავთ და რავი, ამით დასრულდა ჩვენი vlog-ი. მომავალ შეხვედრამდე და გამოიწერეთ ჩემი არხი.